საღამომშვიდობისა პატრიციული ტელემაყურებლებო, დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად ტელეკომპანია მაესტროს ეთერში. დღეს ძალიან ბევრი ვიფიქრე, ყოფილიყო თუ არ ყოფილიყო დღევანდელი გადაცემა, იმიტომ რომ მძიმე კვირაა ძალიან და მით უმეტეს ძალიან მძიმე დღე არის დღეს. მაგრამ გადავწყვიტე, რომ არ ჩამეგდო დღევანდელი გადაცემა, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი ადამიანი საზოგადოება ადევნებს თვალყურს ამ გადაცემას და მინდოდა რომ დღევანდელი გადაცემა აბსოლუტურად სხვანაირად ყოფილიყო ჩემი მხრიდან შემოთავაზებული. დღეს ძალიან მძიმე დღე არის, იმდენად რამდენადაც არ შემიძლია რომ არ ვთქვა ძალიან ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა, ჩემი შვილის ბავშვობის მეგობარი თურქეთში გადააფრინეს და ვერ უშველეს ვერაფერი. ანკა სტურვა არის მისი სახელი და გვარი და ძალიან განვიცადა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ფაქტიურად ჩემთან ჩემ ოჯახში იყო გაზრდილი ეს ბავშვი და მინდა რომ რა თქმა უნდა ამით დავიწყო ყველაფერი დღევანდელი გადაცემა. და მადლობა უთხრა რა თქმა უნდა უფალს იმისთვის რომ მაინც და მაინც დღევანდელი დღე აირჩია და ზეცაში გაფრინდა ეს ჩვენი ულამაზესი გოგო. ერთხელ მახსოვს ახალგაზრდობაში პატარაობაში ჩემი ოჯახის უახლოესი წევრი რომ გარდაიცვალა, ღამეს უთენებდი ჩემ მეგობრებთან, ჩემ ნათესავებთან ერთად და ღამე ესეთი კამათი ჩამოვარდა თუ რა იყო ყველაზე ვისთვის რა იყო ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ორი სიტყვა ქართულ ენაში და ზოგმა რა თქვა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და ყველაზე უფრო იმედის მომცემი ქართულ ენაში და ზოგმა თქვა რომ ყველაფერი კარგად იქნება, ზოგმა თქვა რომ ჩვენ მოვიგებთ ომს, ზოგმა რა თქვა მოკლედ და ზოგმა რა თქვა და ბებია ჩემი იქით იჯდა კუთხეში და თქვა რომ ქრისტე აღდგაო არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სიტყვები ქართულ ენაშიო და რომ დაფიქრდები ადამიანი მართლაც ყველაზე უფრო ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ორი სიტყვა ალბათ კი არ არსებობს ქართულ ენაში, იმიტომ რომ 2000 წელია ამას იძახის ქართველი და რა თქმა უნდა რომ შევაფასოთ ახლა საერთოდ ეს ორი სიტყვა დროის მიღმა და თლიანად შევხედოთ ჩვენს ისტორიას, ჩვენს წარსულს, აწყოს და მომავალს, ალბათ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი სიტყვები მართლაც ვერ ვიპოვით ქართულ ენაში. ასე რომ ქრისტე აღდგა და გილოცავთ ყველას და ის ყოველთვის აღდგება სანამ საქართველო იქნება და ქართველი ერი იარსებებს ამ ქვეყანაში. დიდი მადლობა, დღევანდელი ჩემი სტუმარი არის მამა ალექსანდრე გალდავა. დიდი მადლობა მამაო რომ მოხვედით და ზუსტად ამ თემაზე მინდა დავიწყოთ და გავაგრძელოთ თქვენთან საუბარი. თქვენ მე მანახეთ საოცარი ფრესკა იესოს და იუდას ფრესკა და აი მინდა ამ ფრესკასთან დაკავშირებით ჯერ ვანახოთ საზოგადოებას ეს რა ფრესკა არის და შემდეგ ამ ფრესკასთან დაკავშირებით ვისაუბროთ თუ შეიძლება რომ შემდეგ გადავიდეთ კიდევ შემდეგ საკითხებზე.
აი რა ფრესკა არის ეს და როგორ შეიძლება ეს რომინული მონასტრიდან არის ერთ-ერთი მონასტრიდან ახალი ფრესკაა 90-იან წლებში შესრულებული, მაგრამ ძალიან ხატრულად საფრთხისმეტყველო ძალიან მნიშვნელოვნად რამ მნიშვნელოვან სენტენციებს უსვევს ხაზს, იმიტომ რომ ესე იგი აქ არის მთელი არსი გადმოცემული ფაქტიურად ღმერთის განგებულებისა და ადამიანის არჩევანისა რა. ეს არის იუდას გასვლა საიდუმლო სერობიდან. როცა ის მან შინაგანად უარყო, მისცა პინაკით მაცხოვარმა და აზიარა იუდა და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას, მიდის და გასცემს მას. მაგრამ და ამ რატომ მოვიტანე ახლა ეს მაგალითად, იმიტომ რომ სოციალურ ქსელში დავწერე ეს და ეს ფრესკაც მოვიტანე, პატარა მინაწერი გავაკეთე და იმდენი მიხელა რეზონანსი გამოიწვია და იმდენ ხალხს მოუნდა ამაზე მეტის გაგება, რომ ახლა მოვდიოდი ახლა შეთან მეთქი ვარემ ამაზეც ვილაპარაკოთ, მნიშვნელოვანი რამ არის. აი ნახოთ ახლა ფრესკა არის ესეთი, რომ იუდამ დატოვა, ხო? აი როგორ შეიძლება მხატვარმა ეს გადმოსცეს. არის შარავანდედი, რომელიც იუდას ეკუთვნოდა მისცა ღმერთმა, კი არ ეკუთვნოდა, ღმერთმა დააჯილდოვა, თორვეტივე მოციქული. და შარავანდედი როგორც სიწმინდის ნიშანია. აი აქ ნახოთ ღმერთი სიწმინდეს შენ გაძლევს ამ სიწმინდეს. შენ კი ვერ ხდები წმინდანი, ეს ნაჩუქარია. ეს არის ჯილდო, ეს არის მადლი. მადლი ხო არის, მადლი რო განმარტოთ უცებ ორ სიტყვაში არის დაუმსახურებელი სიკეთე, რომელსაც გაძლევს ღმერთი. დაუმსახურებლად. ხო და აი შენ უკვე ადამიანი ამ სიკეთეში რჩები, თუ ამ სიკეთიდან გადიხარ, ეს უკვე შენი არჩევანია. და ღმერთი ამ სიკეთისგან გასვლაში არ ერევა. ერევა იმაში, რომ სულ მოგიზიდოს მე მარადის ვირეკ შენ გულის კარზე და შენ კარს არ მიღებ. აი ეს პროცესია, ხო? და ის შენ შეგიძლია გახვიდე და მიატოვო. აი ამ ფრესკაში გადმოცემულია, რომ ესე იგი იუდა გადის და შარავანდედი რჩება და მისი პროფილის ანარეკლი რჩება, ხო? კონტური რჩება მისი პროფილის. ანუ ის წავიდა უარი თქვა ამ სიწმინდეში ყოფნაზე. ეხლა რატო თქვა უარი მე იუდაზე ცალკე ვილაპარაკოთ, მაგრამ თავისთავად ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. საღვთისმეტყველოდ არის სწორედ გადმოცემული ამ ფრესკაში, რომ ის ანარეკლით მისი პროფილი დარჩა. მას შეუძლია შემოbrunდეს და ზუსტად იგივე ადგილი დაიჭიროს და ის ელოდება. ის შარავანდედი აღარ გამკრთალდა, არც გაფუჭდა, არც შეირყნა. არა, რამდენადაც არ უნდა ცოდვა იყოს, შენ იგივე შარავანდეთში მოგიყვანს. ამაზე განსაკუთრებულად ლაპარაკობს უძღების შვილის იგავში მაცხვარი, ხო? რომ დააბრუნდა სიბინძურეებიდან და იგივე სტატუსში აღადგინა, რომელშიც იყო. ანუ პირველი სამოსელი მიეცით პირველი სამოსელი შემოსეს მას მის მიეცი ბეჭედი იმისი, რა ქვია, ერთგულებისა და ასე შემდეგ, ხო? ესე იგი ნახეთ რა არის, რომ ადამიანი თავის გადაწყვეტილებით ან ღმერთის მადლში მყოფება, ან მადლისგან გადის. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ღმერთი როგორც რაღაც არსება, რომელიც ესე რაღაცნაირად კაც სასამართლოს ტიპის არსება, რომელიც სჯის ადამიანებს ცუდად მოქცევის გამო. და მერე თუ მოbrunდება და რაღაცა გაასწორებს, მერე დაასაჩუქრებს. აი სასჯელი სამართალი და აი ამისგან არის დაწყებული ეს ფრესკა. ის კი არის გსჯის შენ მოქმედებაზე. არამედ შენი მოქმედება არის ამ საღვთო მადლიდან გასვლა. და უკვე ამ მადლიდან გასვლა ნიშნავს, რომ შენ ისჯები იმ ბუნებრივი მდგომარეობიდან, რომელშიც შენ იმყოფები ახლა. აი მაგალითად, როგორც გავარვარებული თქვა ცეცხლი, ხომ? და შეყოფთ მასში რკინას, ფოლადს და ისიც გავარვარებულია. და როგორც კი გამოიღებ, მაგრამ გავარვარებული არა თავისი ძალით რკინის, არამედ ცეცხლის ძალით. ცეცხლის ავთო მადლი რო ენერგია რო წარმოვისახოთ. და როგორც კი გამოგაქვს, ის ცივდება. და რკინა კი არ დაისაჯა. არამედ უბრალოდ ცეცხლში აღარ არის. ის ცივდება. და როცა ადამიანი ცივდება, გული უცივდება, ეწყება ამპარტავნება, ბოროტი გულის ზრახვები, ქედმაღლობა, ამბიციების აშინელი. და ამიტომაც
ის იტანჯება, შუურით იტანჯება, იწადება თავისი ვნებებით. და ეს ძალიან ლამაზად არის ამ ფრესკაში გამოცემული, რომ იუდა, რომელსაც ყველაფერი მიცემული ჰქონდა, უფრო მეტიც გამორჩეული მოციქულთაგანი იყო. რატომ? იმიტომ რომ იუდას ჩაბარებული ჰქონდა ყულაბა. და ყულაბას ესე არ აბარებდნენ ადამიანს, ხო? ყველაზე ნიჭიერს, ყველაზე ერთგულს, ცოდნესაც, თოლა უნდა ცოდნოდა მას, წერა-კითხვა უნდა ცოდნოდა. მოციქულებმა არ იცოდნენ წერა-კითხვა. და ის როგორც ჩანს, ნაკითხი იყო. მოკლედ ყველაფერი ჰქონდა და თქვათ შორის მას ჰქონდა ერთგულებაც. ისე ხო არ მისცემდა ღმერთი მაცხოვარი. ხო იცოდა მისი მდგომარეობა. ისე ხო არ მისცემდა, რომ აი მოდი იუდა დაუღუპოთ საბოლოოდ, იმიტომ რომ ეს საქმე მაქვს ახალს. არა, ის იყო ნიჭიერი ადამიანი. მას ჰქონდა განვითარების პოტენციალი, მას შეეძლო წყალობაში დარჩენილიყო და მოციქული ყოფილიყო. უფრო მეტიც ეს ფრესკა სწორედ ამას გადმოსცემს, მეტიც რომ როცა წავიდა ის, მას მოbrunების შანსიც ჰქონდა. შარავანდეთი დარჩენილი, მაგრამ თავი მოიკალე. წავიდა შიშთვილება, თავი ჩამოიხრჩო და უარი თქვა წყალობაზე. სამართო წყალობაზე თქვა უარი საბოლოო. რატო არის თვითმკვლელობა ყველაზე დიდი ცოდვა? იმიტომ რომ უარს ამბობ ყველაზე დიდ რამეზე, რაც ღმერთმა მოგცა შენ. ეს არის სიცოცხლე. სიცოცხლე არის საოცრება. ხო? ღვთის რაღაცა ყველაზე მისი ბუნების ნაწილია სიცოცხლე. ბუნებაა სიცოცხლე. და ამ ბუნებას გაძლევს, რათა შენც იცოცხლო და იხარო და ამას უკონ აგდებ. და შენ თვითონ იკვეთავ შანსს ამ წყალობაში ყოფნისას. იჟარავანდეთი გელოდება, მაგრამ უკვე შენ თავი მოიკალე და აღარ აქვს არანაირი საშუალება იმისი რომ მოინანიო და დაბრუნდე ამ მდგომარეობაში. მაგრამ დეპრესიაში ჩავარდა ხო საბოლოო ჯამში, რაც გააკეთა იმისგან გამომდინარე და მაგიტო იკლავს. წერია ხო იქ საწაწილებაში. კი, რაც გააკეთა შეინანა. მაგრამ აი იქ როგორ სინანულის არსებობს სწორი სინანული და არსებობს როგორი სინანული. აი სწორი სინანული ალბათ უფრო პეტრესი იყო, რომ პეტრესი იყო. სწორი სინანულსა და არასწორ სინანულს შორის, აი როგორც სიყვარულია სწორის და არასწორის. როგორც ყველაფერი არის სწორი და არასწორი, აი როგორც ყალბი და ნამდვილი. აი ნამდვილი ნიშნავს იმას, რომ შენ რო შეინანებ, შენ სასიცოცხლო ძალები გეძლევა იმისი, რომ გინდა პირიქით ცხოვრება. და რას ნიშნავს ესეთი სწორი და ჯანსაღი სინანული? როცა შენ დააფიქსირებ, რომ შენ შორს ახარ ღმერთს, შენ სუსტი ხარ და შენ ეს ჩაიდინე სწორედ იმიტომ რომ ესეთი ცოდვილი მდგომარეობა გაქვს შენ. და ყალბის სინანული არის რაღაცა ნარცისული სინანული, როცა შენ ამბობ, რომ ეს მე როგორ მომივიდა. მე ესეთი დიდი ადამიანი ვარ. და მე როგორ დავეცი ეს რომ არაფერი აღარ მინდა, არაფრის დანახვა არ მინდა და იქ პირიქით სიცოცხლე გინდა მოტივება, გინდა ამ წყალობაში ყოფნა, ცხოვრება. აი ეს არის რაღაც დადებითი სინანული, დადებითი ენერგია და ეს არის უარყოფითი ენერგია. აი რო ავიღოთ, მამა, აი დავუშვათ პეტრეს შემთხვევა და იუდას შემთხვევა, ხო? პეტრემ სამჯერ უარყო ის და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი განიცადა, ძალიან ბევრი იტირა, მაგრამ საბოლოო ჯამში დაბრუნდა იესოს წიაღში, ხო? იუდაც რო დაბრუნებულიყო, თქვა, აი ამ ყველაფრის მერე, ისე რომ შეენანო, რომ დაბრუნებულიყო იესოს წიაღში, თუ რასაკვირველი იღებდა. მთელი სახარება ამაზეა. მთელი სახარება, იმიტომ რომ ცოდვის სიდიდე არ არსებობს, რომ ღვთის წყალობას აღემატებოდეს. ამიტომაც ეს შარავანდეთი ამას გადმოსცემს, რომ იქ დარჩენილია შენი პროფილი. ანუ შეეძლო იუდას დაბრუნებულიყო და თუნდაც იესოს თავგანწირვის მერე, ხო? სიკვდილის შემდეგ. რასაკვირველი, იმიტომ რომ იესო ეცხადებოდა და პირიქით მისი წასვლით სულიწმინდა გარდამოვიდა და ადამიანები უფრო ღმერთთან ახლოს გახდნენ, ვიდრე იყვნენ მანამდე და ბევრი რაღაცა სიცხადეები მაცხოვარებაში და
შემეცნება ჭეშმარიტებისა უფრო მეტი მიიღეს, ხო? ეხლა მოციქულები იყვნენ სრულიად უმწეოები, უცოდინრები და ასე შემდეგ, სხვა რაღაცა ისეთი ადამიანური სისუსტეებით სავსე და უკვე ამ სულწმიდი გარდამოსვლის შემდეგ მედიტურები გახდნენ, ბრძნები გახდნენ, სასაულმოქმედები გახდნენ და ასე შემდეგ და თუ გახსოვს როგორ არის იცი სახარებაში რომ როცა მაცხოვარმა სხვათა შორის პეტრეს სინანული სიკვდილის შემდეგ აპატია ის როგორ ხდება რომ მაცხოვარი მოდის კარგთახში უკვე აღდგომილია მაცხოვარი და მოდის მოციქულებთან და ეუნება რომ პეტრე გიყვარმეა და კი უფალო იცი შენ რომ მიყვარ და სამჯერ ეკითხება იმდენადაც კი რომ პეტრე შეწუხდება და ეტყვის რომ აი ხო იცი რომ მიყვარხარო ხო და დაწმსე ცხოვარნი ჩემნი ეუნება და ეს სიმბოლოა და სახეა იმის რომ მოციქულებს აჩვენებს რომ პეტრე იგივე მოციქულია პეტრე იგივე მოციქულობის სტატუსში არაფრით არ ჩამოგრჩება თქვენ ანუ აბრუნებს ამ სამოციქულო წიაღში მას და ყველას დასანახად ეს უკვე მკვეთრით აღმდგარი მაცხოვარი როცა 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა მათ ვიდრე ამაღლებამდე ხო და ზუსტად იუდა რო ყოფილიყო იქ ზუსტად იგივე მოციქულებრივ სტატუსში აღდგებოდა მაგრამ აი ეს არის პრობლემა როცა ადამიანი თავის თავს თვითონ გამოუტანს განაჩენს აი ნახეთ ხშირად არის ხოლმე ვეზიარო არ ვეზიარო აი გავაკეთე შენ ნუ გამოიტან განაჩენს მიდი მოძღვართან გამოიზიე გამოიკლიე არა მე ცოდვილი ვარ არ უნდა ვეზიარო და დგას და წლობით არის ზიარები და შენ რატო გამოგაქვს განაჩენი შენთვის თუმცა რო ავიღოთ ეხა აი პეტრეს და იუდას შემთხვევა პეტრეს ღალატი ხო პრინციპში შიშზე იყო დაფუძნებული რომ თვითონაც იმ მომენტში არ გაწირული იყო და ამიტომ თქოვარი რომ არ ვიცნობ ხო ადამიანური შეშინება იყო და ამას შეგნებული ღალატი გააკეთა აი ახლა ნახე ხო მაგრამ აქ უფრო ღრმად არის ფესვები იქ პეტრეს შემთხვევაში ეს არის სუფთა რაღაცა ცხელიმაზე რომ მოკიდებ ხელს და ადამიანური შიში ხო და აქ არის ამზადისი კი ბატონო აქ არის ამზადისი და ეს ერთ იმაში გადის არ გადის ასაკვირველი არ გადის ეხა პეტრესის სხვანაირი იყო აი იუდას შემთხვევაში მაგალითად არის სამი აზრი ესეთი საღვთისმეტყველო რატომ გააკეთა ეს რატო დაეცა ესე მძიმედ იუდა პირველი არის ეს არის იოანე ღვთისმეტყველის თვითონ ამბობს სახარებაში რომ იუდა იყო ვერცხლის მოყვარე ანუ ფული უყვარდა ანუ ამ ყულაბამ ის გახადა ვერ მოერია თავის თავს და ამ ცოდვასე ფულის მოყვარეობის და დაგროვების ცოდვისკენ წავიდა მეორე არის ცოტა უფრო წმინდა მამების მოგვიანო გადმოცემის აზრი რომ შურისძიება იყო ეს აი ქრისტესთან იყო შურისძიება იმიტომ რომ ქრისტე არაკმაყოფილებდა მის შეხედულებებს იმ სურათს რომელიც მას მიეცდა მას ტვინი ქონდა იცოდა ბევრი რამე რაღაცა და აი გიყალიბდება სტერეოტიპი რაღაცაზე ხო არის ესე ფსიქოლოგიური სტერეოტიპულად აზროვნებ რა ჩამოყალიბებული გაქვს აზრი და თუ ამ სტერეოტიპში არ ჯდება ესე იგი ეს ის არ არის ამიტომაც სულ ეს ქონდა და დაუნგრია ეს უпроსტორეთ ამ სტერეოტიპში არ ჩაჯდა მაცხოვარი და ამიტომ შური იძია და არ ჩაჯექი და ეხლა მეწავა ხო ეს სტერეოტიპი პრინციპში რო ავხსნა და სტერეოტიპი რა არის სტერეოტიპი თუ მესია ხარ მაშინ გაიმარჯვე რა ამ იმაზე რა მოდი დავამარცხო მეფობაზე უარს რატო ამბობ მეფობაზე უარს ხო ამ ხელა საშუალება ეხლა დავდივართ ლახაკები ვეთ ვქადაგებთ რაღაცა და აგე მთელი ხალხი ჩვენს წინაშია ყველანი გვეუბნებიან მოდი დაგვიდექი წინ წავედეთ დავცხოთ რა ქვია რომაელებს ოკუპანტები ჩამოვაგდოთ ამაზე უარს როგორ ამბობ და ამბობ ხელმწიფებაი ჩემი არა ამას ოფლისა არს რა სიტყვებია ეს აი სულთა პატრიოტული რაღაცა ისეთი შემოწმება ძალიან შეიძლება დღევანდელ სიტუაციასთან შედარება ამისი რა ხო აი დღეს რაც ხდება ეგ არის შეიძლება გამოიყენო ბევრნაირად და მესამე არის ეს მოგვიანო მე-19-20 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა ეს აზრი რომ იუდა როგორც პროვოკატორი ანუ პროვოცირებს მის დაჭერას
მის ესე იგი მცდელობას რომ რაღაცნაირად ის ჩააბას ამ ბრძოლაში თვითონ არ ებმევა ბრძოლაში ანუ თავის წარმოდგენაში მესიანურ ბრძოლაში არ ებმევა და აი როცა დაგიჭერენ დაგჯიან და დაგიწყებენ რაღაც მაშინ მაინც დაუძახებ ანგელოსთა დას და მაშინ მაინც ამოიღებ ხმას და გავანადგურებთ მტერს ანუ ეს პროვოცირება იყო იუდასგან რომ ჩაერთე და დაიწყე ახლა საქმე პირველი გასროლასავით იყო რა ანუ იესოს იმედი ქონდა რომ მაინც სადღაც იუდა თავისუფალ ნებას შეიცვლიდა და დაბრუნდებოდა იმ წიაღში ის დიადემა რო დატოვა იცი რა არის ამაზე არის რამოდენიმე აზრი კიდევ აი ბოლო საიდუმლო სერობაზე გახსოვს იოანე ღვთისმეტყველში ეს რომ ეკითხება პეტრეს უნდა ერთ-ერთი თქვენგანი გამცემთ იტყვის თქვენ ყველანი წმინდა ხართ მაგრამ არა ყოველი და ერთი თქვენგანი გამცემთ მე მანამდე სანამ ეს მოხდებოდა ნუ საიდუმლო სერობის დროს მან არდაგი შემოირტყა და ფეხი დაბანა 12-ვე მოციქულს და უთხრა რომ აი სიმდაბლის გზა იცით რომ უფროსებს ბატონებს იმორჩილებენ თავის ქვეშემდგომებს ისინი ემსახურებიან მათ ხოლო ეხლა ესე არ არის აი მე ვარ მასწავლებელი და სწორედ ამბობთ რომ მასწავლებელი ვარ თქვენი მაგრამ მე გემსახურებით თქვენ და მე გბანთ ფეხს ასე რომ თქვენ წადით და მოემსახურეთ იმ უბრალო ხალხს რომელიც გარეთ გელოდებიან იქ იუდასაც ბანს ანუ ამ სიკეთეს იუდასაც უკეთებს იმ საიდუმლო სერობაზე უკვე გულში გაყიდული აქვს იუდას ცოტა რაღაცა და როცა პეტრე ვერ ბედავს კითხვას იმიტომ რომ ნუ სულ ყოველთვის თავისი რაღაც გულმხურვალებით სულერულ მდგომარეობაში ვარდებოდა ხოლმე რაღაცებს ისეთ სიტყოდა რომ რაღაც უხერხულ მდგომარეობას ამიტომ ეუნება იოანეს რომ ეს მოციქული რომელიც უყვარდა მას იესოს და ხუჯერ ამბობს იოანე ღვთისმეტყველი თავის თავზე რომ მოციქული რომელიც უყვარდა ამას ეთქვის და ყველაზე პატარა იყო მოციქულთა შორის და განსაკუთრებული შვილობრივი დამოკიდებული და ის შეეკითხება და რომელსაც მე ჩავაყობ იმას ჩავაწო პულს პინაქსა და მივცემ აი ის არის გამცემელი და ჩააწობს და მისცემს იუდას ეხლა ნაწილი თარგმნელების ამბობენ რომ ეს ზიარება იყო მეორე ნაწილი ამბობენ რომ არ იყო ზიარება წმინდანებისა და ხო და არ იყო ზიარება ეს ზიარება მერე იყო და სხვა დანარჩენები აზიარა და ასე შემდეგ ნუ როგორც არ უნდა იყოს და ნაწილი ამბობს რომ აი როცა შენ ჩავაწე და მისცა და უღირსად ეზიარა მაშინ შევიდა ბოლცაბოლოდ ეშმაკი აი უღირსად ზიარებამ ცეცხლი დაუნთო აი როგორც მართლა ხა აი როგორც რა ვიცი მზე რომელიც ფესვებიან მცენარეს სასიცოცხლოდ ექმნება მორწყულ ნიადაგზე და მზე რომელიც ფესვისგან ამოგდებულ მცენარეს გასახმობელად აი ეს მზე რო დააჭეს და სრულიად რო ახმობს გაიხარ მადლობა აი ეს მზე და აი ესე ცეცხლივი წავიდა და აი საბოლოოდ გადაწყვიტა და უარს ამბობს ქრისტესთან თანაზიარობაზე ნუ ჩვენ შეგვიძლია ერთ მხარესაც საღვთისმეტყველო შედეგამდე მივიდეთ, მეორე მხარესაც საღვთისმეტყველო შედეგამდე მივიდეთ, რა თავარი ის არის რომ არ შეინანა. მისი სინანული ყოველთვის დანანება არ არის სინანული. დანანება ხშირ შემთხვევაში აი ჯოჯოხეთში იქნება ძალიან დიდი დანანება. ხანდახან სინანულსაც ამბობენ, მაგრამ ეს უფრო დანანებაა. აი დანანება რისი? რა შეგეძლო რომ გამختارიყავი და რა არ გააკეთე. აი ხანდახან არის ხო რაღაცა ლატარიის ბილეთს რო იპოვეს და რაღაცა და რო გადააგდებს და ის რომ მოიგებს და მთელი ცხოვრება რო დანო და აუ რა მქონდა და რა დავკარგე და აი რაღაც ესეთი მარტივი იმითაც რომ გადავებულთ პარალელი ბევრ რამეს რო დაკარგა არაფრის გამო და შენ ხედავ რომ რამხელა სიდიადე მოგცა ღმერთმა რა იყავის შენი ღირსებით იმ პატივით რომელსაც არაფრის გამო გაძლევდა საჩუქრად გაძლევდა ჭარბად გაძლევდა გავსებდა პატიობდა გეფერებოდა
და ამას ყველაფერს სიცხადა და რატო არის საშინელი სამსჯავრო? აი საშინელი სამსჯავრო, ხო გვახსოვს სიტყვა, ხო? Страшный суд რუსულად. აი საშინელი სამსჯავრო რა არის? რომ ამას რო დაინახავ და ამ ხელა სირცხვილი გეკნება, რომ რაზე თქვი უარი. და რო ვეღარ აბრუნებ ამ. და ამას ვერაფერს ვერ და ეს არის დანანება და არა სინანული. ვინ შეინანოს ჯოჯოხეთშინა და ვინ გადიდოს შენ ჯოჯოხეთში მეფსამუნე ამბობს დავით. სად არის იქ უკვე აღარ არის. იქ არის კნეტა კბილების სწორედ ამას. ის კი არა ვიღაცა ძის და გაწვალებს. როგორ შეიძლება ღმერთი იყოს მოყვარული და ამავე დროს აწვალებდეს ვიღაცას. ეს შუა საუკუნეებრივი ესეთი რაღაცა ის არის თრილერი რა ასე თქვა დაშინების ადამიანების მოსაქცევად რაღაცა თავისი ენას საღვთისმეტყველო ფსევდოსაღვთისმეტყველო შეიქმნა რა თორე რეალურად ხო ესე არ არის რეალურად შენ მუდმივად აი ერთი რომ მუდმივად იზრდება 64-ში აი იზრდება რას ნიშნავს რომ შემეცნება ჭეშმარიტები იღებ ამაც და დიდდები და ნუ აი წარმოუდგენელი ესე იგი ზრდა ხდება ხო ადამიანისა ამ მეორე მუდმივად ცილდები ერთი დღე რომ ერთი წუთით რო წარმოიდგინე რომ მუდმივად ცილდებოდე მზეს არა ცუთა ადამიანი მუდმივად ცილდებოდე მუდმივად რა ტანჯვა იქნება აი წარმოიდგინე გთავდება იყინები ციქცევა და შინაგანი სიცარიელი არ ვიცი გაქცილი გაქვს თუ არა მაგრამ ბევრს გაქვს განცილი რაღაცა მდგომარეობა როცა სიცარიელი გაქვს ახლა მიტოვებულობის შეგრძნება შეიძლება ცოდვას მოყვეს შეიძლება უბრალოდ მოგივიდეს რაღაცა აზრებში რაღაცა და აქედან და როგორი ცუდი შეგრძნება მიტოვებულობა სხვათა შორის ეს მიტოვებულობის შეგრძნება აქვთ ხოლმე ადამიანებს რომლებმაც თავი მოიკლეს ოღონდ მოკლედ თავი მოიწამლეს აი მოწამლის დროს ხდება ხო უკვე პროცესი გარდაუვალია და არ კვდები და იცი რომ კვდები ეხლა უნდა მოკვდე და ამ მდგომარეობაში არის ვისაც ეს ნანახი აქვს კატასტროფული რა ისეთი განწირული ყვირილი აქვს ისეთი განწირული ხმით ბღავიან რომ მიშველეთ და დამაბრუნდეთ იმაში რომ ამას როგორ გავაკეთებ იმიტომ რომ ამ დროს ხდება უდიდესი სიცარიელი ადამიანში ჩვენ რო ეხლა ცხოვრობთ ცოდვაშიც და იმას მაინც მადლი გაქვს რომ სუნთქა ეს მადლი იმის და მიუხედავად შენ ღვთის მოსავი ხარ ეხლა მეტანეებზე დგეხარ და ლოცულობ აღნიშნავ და ამის და მიუხედავად ყველა ადამიანს ეს მადლი მოქმედებს იმაშიც კი ბოროტი ადამიანებშიც და საშინელ ადამიანებში უკიდურესად ცოდვილ ადამიანებში ეს მაინც მოქმედებს იმიტომ რომ რაღაცამ მაინც ამოქმედებს ეს რო დაკარგო შენ და სრულ უიმედობაში გადავარდე და სრულ სიცარიელეში უბრალოდ წარმოუდგენელი შეიძლება შეირყებს იქიურად და ამის ატანა არავის არ შეუძლია არის მაგალითად ანუ ღმერთი კი არ გიჟის შენივე თავისუფალი რა საკვირველია მაგაშია საქმე ღმერთი არასწორი მიღებული გადაწყვეტილება რა საკვირველია აი ახლა ეს აი ამ და მიიტოვებულებაზე იყო ესეთი სილუანი ათონელი ძალიან ჩემთვის ყველაზე ძვირფასი წმინდანი მაგალითად მე-19 საუკუნის და მას ჰქონდა ესე ზამხურვალე ლოცვა იყო რაღაც ლოცველი იყო და ღმერთს ევედრებოდა სულ რომ გამოჩდი ნუ აღარ შემიძლია ეს მიტოვებულობის შეგრძნება ნუ აქვთ ხოლმე ბერებს ესეთი რაღაც ღმერთი აჩვენებს რომ რა ხარ შენ უჩემოდ და მით უმეტეს უმძაფრდებათ როცა მარტო ცხოვრობენ ოღონდ ისეთ მონასტერში კი არა უკვე განდეგილები რო არიან რაღაც თავისი ბრძოლებია და აი ეს მიტოვებულობა არის წარმოუდგენელი რამე თან სადღაც იმაში ხარ გამოქვაბულში რაღაცები შეერი ხარ იმას და კიდე მიტოვებულობა სულიერი ნუ და დიდი ხნის განმავლობაში და რუსი იყო ეს წმინდანი და დიდი ხნის განმავლობაში აი ეს მიტოვებულობის შეგრძნობა ჰქონდა და ბევრს ლოცულობდა ტინიუმალიმ ბოლოში ამბობს რა შენ შეუწყნარებელი ხარ რა და ამ დროს რო წამო თვითონ აღწევს რო წამოვიდა მადლიო ვეხვეწებოდი რომ გეყოფაო რა წარმოუდგენელია ნუ გეყოფა აღარ მინდა ვსკდები რაღაცა ბეთქაო რაღაც საშინელ მდგომარეობაში ვარ
და მადლთან ერთად ბედნიერება რა. ნუ ხო ეს მადლი ხო ეს სიხარულია, ნუ ხო არის რაღაცა სიხარული, ნეტარების შეგრძნება წარმოუდგენელი ადამიანისთვის აუტანელი რა, ბუნებისთვის აუტანელი. და ეხვეწებოდა, იმიტომ რომ თუ გახსოვს ჭარბად იძლევა მაცხოვარი მადლს. არ რაღაც წამალივით არ მოგიწონის რა. აი თუ გახსოვს დახე 5 პური და 2 თევზით დააპურა 5000 კაცი და თარჩა 12 გოდორი. ეხლა ვინც შესაძლებელი აქვს იმხელა ძალა რომ 5 პური და 2 თევზით 7000 კაცი დააპუროს იმან არის რომ 12 გოდორი არ უნდა მორჩეს მაგრამ ბევრს გაძლევს ჭარბად გაძლევს რა ესე არ არის ამიტომ მადლს აქვს ეს რომ აი ესე წამოვიდეს და მოგცეს ბოლომდე რა და ამ სიხარულში გამყოფოს რომელიც შენთვის ამიტომაა პავლე მოციქული რომ ამბობს ენით აღუწერელი თვალით დაუნახავი ყურით გაუგონა რამეს გვიმზადებს ჩვენ ღმერთი რომელსაც რაღაცა პატარა იმაში თვითონაც დაანახეს პავლეს რა ხდება იქ სამყაროში ამა მოდით ახლა თუ შეიძლება მე მინდა გესაუბროთ ჯვარცმულ იესოზე და რა თქმა უნდა მის აი ამ 7 წინადადებაზე რომელიც ის იძახის ჯვარზე გაკრული და აი გავორჩიოთ ეს წინადადებები კი ძალიან მნიშვნელოვანია რა ძალიან მნიშვნელოვან სიტყვებს ამბობს მაცხოვარი ეს არის რა ვიცი ჯერ მარტო ამის მოსმენა და ამის გაგება და ამის გააზრება რა თელი რაღაც ცხოვრების შეიძლება გამალობაში თითოეული მისი სიტყვა ახლებურად აჟღერდეს შენთვის რა აი წარმოვიდგინე ჯვარცმული მაცხოვარი სხვათა შორის ამაზე ეხლა დაიწყო ლაპარაკი უფრო მძაფრად თანამედროვე ღვთისმეტყველებაში ეს მის 7 სიტყვა გამოყოფილად ნუ პირველი რასაც ამბობს ჯვარცმული მაცხოვარი სიკვდილი ის თვალწინარი რამოდენიმე ხანში ძალიან მალე უნდა მოგკდეს და 7 სიტყვას ამბობს რომელსაც უტოვებს კაცობრიობას რა რამდენი ხანი იყო გაკრული? ძალიან ცოტა ხანი იყო. იმიტომ რომ გახსოვს იქ სახარებაშიც არის, რომ მივიდნენ და წვივები გადაუტეხეს ავაზაკებს. და მაცხოვარს არ გადაუტეხეს, იმიტომ რომ მკვდარი იყო. და რომ მოვიდნენ, ეს პილატემ უთხრა, რომ წადით გადაუტეხეს, მოვიდნენ და უთხრეს, რომ უკვე მკვდარი იყო და ესე ადრე მოკვდაო, გაუკეთა. ეხლა ჯვარცმულზე ხო იცი როგორ ხდება რა ადამიანი რა ჯვარცმული ადამიანი ხდება არა სხვა სიკვდილით გარდა ასფიქსიით რა იხჩობა ნუ ფეხები ხო უდევს ეს განგმირული აქვს და იმისათვის ჩამოკიდებულია ხელებზე და იმისათვის რომ ისუნთქოს ფეხებს უნდა დაეყნოს და აიწიოს და ჩაისუნთქოს ჰაერი და ეს ფეხები ახლა რუსნებით გაქვს გახრეტილი ტკივა საშინლად და ნუ თავიდან უფრო მეჯერი წევი ეს ასვლა და ჩასვლა და ყოველი მოძრაობა ეს ჭრილობაში ძალიან დიდ ტკივილს აყენებს ადამიანს რა. ეხლა რომაელების აზრით ეს ყველაზე დიდი ტკივნეული იყო ადამიანის, იმიტომ ჟიდნენ ესე, ხო? თქვა ეხლა ჩინეთში სხვანაირად ჟიდნენ, უფრო ტკივილი მოიგონეს იმათ. ნუ ძველი ბერძნები კიდე სხვანაირად, მაგრამ ნუ რომაელებისთვის ეს იყო და მართლა საშინელი და ნელ-ნელა იხჩობი რა. და ფეხებს იმიტომ მომტვრევენ, რომ როცა ეზარებათ ეხლა ამათი ყურება როდის მოკვდება ეს წვივებს გადაგიტეხება და ვეღარ ადგები ახლა თლათ ფეხებზე ფეხების ძვლები რომ მოგამტრიონ რას დაეყრდნო ხო და მერე იხჩობი და კვდები და მაცხოვარი ადრევე გარდაიცვალა რა ესე იგი ძალიან მალევე რა და აი პირველი სიტყვა ნუ წარმოვიდგინოთ ახლა გოლგოთა ორი ავაზაკი მის გვერდზე მაცხოვარი დედები დედა ღვთისმშობელი იქ მარია მაგდალინელი იქ იოანა და ერთადერთი მოციქული იოანე ღვთისმეტყველი და რატომ არის იოანე ღვთისმეტყველი მასთან იმიტომ რომ პატარა ბავშვები საერთოდ გადიოდნენ ქალებში როგორც ქალი ისეთ ბავშვი არ ითვლებოდა იმათ ნუ რა ხო დამაჯერებელ არსებად არაფერს არ თხოვდნენ პასუხისგებლობა არ ქონდა არაფერი ქალსაც არ ქონდა პასუხისგებლობა თქვა სასამართლოზე მოწმეთ არ იყო რაღაცა საქმიან ურთიერთობას არ იჭერდნენ ასე შემდეგ რა
და ეს პატარა ბავშვი, იმიტომ რომ არ ერჩოდნენ ახლა იმ ბავშვს როგორც დედები რატო იყვნენ. იცოდნენ რომ იმის დედა, მაგრამ არ ერჩოდნენ ხა ქალს და ბავშვს არ ერჩოდნენ. მოციქულები არ იყვნენ, იმიტომ რომ ერჩოდნენ. მოციქულებს გაუსწორდებოდნენ და ისინი იმათ არ ერჩოდნენ, ასე ვთქვათ. ხო და აი დგას ეს ხალხი, არის ასისთავი, არიან ჯარისკაცები, არიან მღვდელმთავრები, რომლებიც დასცინიან მაცხოვარს. და ეუბნებიან, რომ უკეთოს შენ ხარ მესია, ქრისტე. იხსენ თავი შენი და გირწმუნებთ. და ხსა დაიწყეს რწმენაზე ლაპარაკი. აი ეხლა მე რასაც გეუნები ის გააკეთე და გვირწმუნებ. აი შენ კი ლაზარე მკვდრეთით აღადგინე. კი 5000 კაცი დააპურე 2 თევზით. კი იქ მანამდე იაიროსის ასული აღადგინა, იქ ის გააკეთე, ეს გააკეთე. კი იქ ბრმა, რომელსაც საერთოდ თვალები არ ჰქონდა. ისეთ მხედველობამ დაუბრუნე. მაგრამ არა, მე როგორც გეუნები, ისე გააკეთე და ვირწმუნე. და რასაკვირველია ახლა. არასდროს მაცხოვარი არ მოქმედებს სხვისი მითითებით. არასდროს აი ესეთ მკვახე მოთხოვნებს არასდროს არ ასრულებს. არასდროს ასრულებს ყველაფერს, თხოვნებს სინანულით, რაღაც სიხარულით, უფრო მეტიც ჩუმათარი ადამიანი მიდის თვითონ კურნავს. მაგრამ აი ესეთ რაღაცებს არ ასრულებს. და ნუ რა ჩუმად არის მაცხოვარი. მე კიდე დასცინიან რომ შენ სხვა აცხოვნა, სხვა გააცოცხლა და თავი ვერ შეძლო გაცოცხლებს. შენ რომ ამბობდი რომ დაანგრიეთ ეს ტაძარი 3 დღეში აღვაშენებ, აღაშენე შენი თავები. ახლა ხარ 3 დღეში ამხელა იმის სოლომონის ტაძარს აშენება შეგიძლია და ამის ამბიცია გაქვს. მოკლედ დაცინვა, ნუ მინდა რომ მხატვრულად წამოვიდგინოთ ეს გოლგოთის ბოლო ნაწილი რა. და მაცხოვარი ამბობს პირველს, რომ უფალო შეუნდე, რამე თუ არ აიცია რას ჩადია. აი ასე ტყვებია. არანაირ, მხოლოდ დარდი იმაზე, რომ ეს რა გააკეთეთ. რას აკეთეთ? თქვენ ხო არით რას აკეთებთ? იმ კრეხელებსაც, იმ დამცია ამათ უყურებს, ხო? და შენდობას თხოვს მაგაც. და თან მაცხოვარი ყოველთვის ღმერთს მიმართავს როგორც მამას. ეს კიდე უფრო აგიჟებდა თან რა ქვია, მღვდელმთავრებს და მწიგნობრებს და ფარისევლებს. და თან ისეთი მამას ხმარობს იქ, რომელიც ეკუთვნის პირდაპირ მამა ღმერთს, არა უბრალოდ მამას. ამეთ მამა ღმერთს ოღონდ აი ადამიანური შვილობრივი პირდაპირი გაგებით შვილის მდგომარეობით ამბობს ამ სიტყვას მამის მიმართ. ამიტომ არის ეს ძალიან ფამილიარული. მის მამას ისინი არასდროს არ ამბობენ ღმერთზე ესე. ისე და ღმერთის სახელსაც ძალიან იშვიათად ხმარობდნენ. უფრო ნაცვალ სახელებს ხმარობენ ღმერთის აღსანიშნავად, ყოვლად ძლიერი, ყოვლად გამშოლი, აბსოლუტი და ესეთი ფორმებით, ხო? და ამბობს, რომ აი მიუტევე, არიციან ამ ხალხმა რას ჩადია. მეორე სიტყვა ამბობს, რომ გახსოვს იქ ჯვარცმული ავაზაკები არიან. და ერთი იძახის, რომ შენ ხო მესია ხარ, გაითავისუფლე თავი და მეც გამანთავისუფლე და ის ერთი ეუბნება, რომ კეთილგონიერი ავაზაკი. ორივენი საზიზღრები ვართ, ავაზაკები ვართ, ცოდვა გვიქმნიეს, ამ კაც არაფერი არ უქმნია. ცოდვაო და ჩვენს იგივე დღეში ვართ, სამართლად ვისჯებით და ამას და ეუბნება, რომ მომიხსენე მეუფალო სასუფეველსაც. და აი ეუბნება დღესვე იქნები ჩემთან ერთად სამოთხეში. და რა სიტყვებია ახლა დღესვე იქნები? ეს უთხრა ავაზაკს, რომელმაც გამოხატა 15 წამის სინანული. ავაზაკი, რომელიც მთელი ცხოვრება რამდენი წლის იყო, თქვა 30 წელი ავაზაკობდა და საზიზღარ ცხოვრებას ეწეოდა და 15 წამიანი ერთ სიტყვაში, ერთ წინადადებაში უტევებს ყველაფერს. აი დანანებაზე რო ვლაპარაკობთ.
შენც ხომ მიხვდები რომ 15 წამში შეგეძლო აი ეს ყველაფერი შენ ქონო შემოგეტრიალები ხო მართლა დაინანებ ყველაფერს არა დაგენანება ეს ყველაფერი და აი აძლევს მაცხოვარი ყველაფერს იმას რასაც შემდეგ მარიამ მაგდალენელი მარიამ ეგვიპტელი თქვა 47 წელი რომ იმას იორდანიის უდაბნოში წვალობდა და რა ვიცი ამბროსი რა ქვია ანტონი დიდი და რა ვიცი მაკარი დიდი და მთელი მოციქულები და ამას აძლევთ 15 წამიან სინანულში ძალიან უსამართლობაა ადამიანური გაგები ძალიან უსამართლობაა უკიდე განაუსამართლო თან პირველი შედის და ესე მთელ ფრესკაში ყველგანე გამოიცემა საიდუმლო ის რო არის უკან დასავლეთის კედელზე იხატება ეს საშინელი სამშაბლო და იქ აუცილებლად კეთილგონიერი ავაზაკი პირველი შედის ამაზე არის სხვათა შორის აპოკრიფულ ტექსტებში ამ ავაზაკის შესახებ ისტორია რომელიც სინამდვილეს შეესაბამება არ შეესაბამება ამაზე ეკლესია არ იმასშვება დადასტურებით არ ამობს უბრალოდ კეთილშობილი ისტორიაა ესეთი რომ როცა ჰეროდემ დაიწყო ბავშვების მოკლა მაშინ ხო წმინდა ოჯახი ხო გაიქცა ეგვიპტეში და ეგვიპტეში რო იმალებოდნენ იქ ავაზაკები დაესხმიან თავს და ეს ავაზაკი შეეწოდება ეს ბავშვი დედა და დაინდობს ამათ და წამოიყვანს თავის იმას ჯგუფს და ეტყვის რომ დავანებოთ ამათავი გადავარჩინოთ გადაარჩეს ხო და ის ავაზაკი არის ესეთი კეთილშობილური გადმოცემა ჩვენ არ ვასაბუთებთ ამას მაგრამ არის ძველი ტექსტებია სხვათა შორის ეს არის აპოკრიფული ლიტერატურა იაკობ მოციქულის სახელთან თომა მოციქულის და სხვა მოციქულების სახელთან დაკავშირებით ფსევდო არის რასაკვირველია მაგრამ ძველი ტექსტია ესე არ არის ხო და აი მესამე არის სიტყვა მაცხოვრის რომ აჰა მიმართავს დედას რომ შვილი შენი იოანე ღვთისმეტყველზე და იოანეს ეუნება აჰა დედა შენი და ამის შემდეგ წაიყვანა დედა იმისი მოწაფემ რომელიც უყვარდა და მასთან ერთად ცხოვრობდა ეხლა როგორი დამოკიდებულება ჯვარცმული მაცხოვარია თვითონ ღმერთია და თავის დედის საზრუნავი არ შეეძლო როგორც ღმერთის ეეზრუნა მასზე ვის ვინ რას ყველაზე მაგრა ვის შეუძლია მოუაროს ადამიანს ღმერთს ხო და მიხედოს რა ვიცი ყველაფერი გაუკეთოს მაგრამ აი აქ ჩანს რომ ადამიანი უნდა უკეთებდეს ადამიანს ეს მიეცემა რომ შენ უნდა დაუდგე მეორე ადამიანს შენ თორე ის ღმერთი რას გაუკეთებს ეგ კი სხვა თემა მაგრამ შენ გვერდში მყოფს უნდა დაუდგე და ადამიანურად უნდა ემსახურო და აი წაიყვანა ასაკში დარდიანი ადამიანი რომელსაც მთელი ცხოვრება მერე ემსახურებოდა ხო იოანე ღვთისმეტყველი და ესეც გზაა გარკვეული გზა ცხონების და ამავე დროს ხედვა იმისა რომ ყველაფერი ღმერთზე დამოკიდებული არ არის ადამიანთან ერთად არის საკეთებელი საღვთო საქმე ადამიანის გარეშე არც ერთი საღვთო საქმე არ კეთდება აი მეოთხე არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი რაზეც ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვებია ალბათ ღმერთო ჩემო აისათვის დამიტევე მე აი რას ნიშნავს ეგ სიტყვები? ხო და აი მართლა ეს უცნაური სიტყვები რატომა? ჯერ იმიტომ არის უცნაური სიტყვები. ანუ ღმერთო რატომ მიმატოვე მე? რატომ მიმატოვე? ხა უცნაურია, თვითონ ღმერთია, ღმერთო რატომ მიმატოვე? ეხლა თან უკვე თესახარებაში მაცხოვარი მამას მიმართავს, ღმერთს მიმართავს როგორც მამად. და ერთი შემთხვევაა, მარტო როცა მიმართავს ღმერთო, რაისათვის დამიტევე მე? ჰილი აბასაბაკთან. ხო? არა მეულად ესია. საღვთისმეტყველო აზრი შემდეგია, რომ მაცხოვარმა ყველა ეტაპი განიცადა ადამიანის. ესე იგი, თუ გინდა რომ სრული ადამიანი იყო, სრულად უნდა მიიღო მისი ბუნება, სრულად. და ეს სისრული არ გამოიხატება იმაში, რომ აი მე გამკაცდი
30 წლის ასაკში, როცა მე დავიწყე ქადაგება, აი მაცხოვარმა 30 წლის ასაკში ხო დაიწყო ქადაგება. თქვა 30 წლის ასაკში მოევლინა დედამიწას და უქადაგა. არა, ის იბადება ადამიანური ბუნებით, ანუ დედის წიაღში, არა? შემდეგ გამოდის დედის წიაღიდან, იბადება, ხდება ბავშვი, არის ბავშვი უпростоრედ და მერე იზრდება როგორც შვილი ისე და ვითარდება როგორც ადამიანი ვითარდება, ხო ის? და სიკვდილიც განიცადა როგორც ადამიანმა. და სიკვდილი ადამიანისთვის რატო არის ტრაგედია? იმიტომ რომ სიკვდილი არის ყველაზე საშინელი მდგომარეობა, როცა ადამიანი გადის ამ პროცესს მარტო. და თვითონ მარტო მყოფობა ადამიანისთვის არის ძალიან ცუდი მდგომარეობა. ღმერთმა არ შექმნა მარტო არავინ. აი თუ გვახსოვს პირველივე თავებში, როცა ღმერთი ქმნის სამყაროს, ყველაფერზე ამბობს კარგია, 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 კარგია. და ერთი ბოლოში ადამი რო შექმნა, მერე იტყვის ცუდია, როცა ადამიანი არის მარტო. ადამი არის მარტო, ეს არის ცუდი. ყველაფერი კარგია და მარტო მყოფობა ადამიანის არის ცუდი. და შეუქმნა ევა. ანუ ადამიანისთვის აუცილებელია, სასიცოცხლოდ აუცილებელია მეორე ადამიანი. ადამიანი ვერ ხდება ადამიანი, თუ ადამიანების წრეში არ არის. აი ძაღლი ხდება ძაღლი, სადაც არ უნდა წაიყვანო, არწივი იქნება არწივი, რა ვიცი, ლომი იქნება ლომი და თაგვი იქნება თაგვი. სადაც არ უნდა გაიზარდოს, რომელ წრეშიც არ უნდა გაიზარდოს. აი ადამიანი ვერ ხდება ადამიანი, თუ არ გაიზარდა ადამიანთა წრეში. ეს დამტკიცებულია სამეცნიეროთაც და მაუგლისოთ მარტო გარდაცვალების დროს არის მარტო ადამიანი. აი მარტო დაბადების დროსაც არ არის. არა როგორც დედასთან არის. დედასთან 60-ში, დედის მუცელში 60-ში, რატო ტირის ბღავი? იმიტომ რომ ყველაზე კარგი გარემოდან გადის. და ამ გარემოში ეს მართლა კარგავს. სხვათა შორის დღეს ფსიქოლოგები ხო ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ როგორი გარემო უნდა შეუქმნა, აი დედის წიაღისეული გარემო უნდა შეუქმნა, ხო? საწყოლიც ისეთია, რაღაცა ისინიც ისეთებია გარემოები, უფრო მეტიც ასმენიებენ, იცი, ხმაურს. დედის მუცლის ხმაურის ისე ჩანაწერებია და უკეთებენ ყურსასმენებს და იმას ასმენიებენ და იძინებს ბავშვი. აი თეთრი შუმ როგორ ხმაური, თეთრი ხმაური ქვია მაგას. თეთრი ხმაური აძინებს ადამიანს, რა, იმიტომ რომ აი რაღაცა გარემოა, რაღაც ფონად. და ყველაზე საშინელი ადგილი ახლა სხვათა შორის ამერიკელებმა გააკეთეს ოთახი, სადაც სრული სიჩუმეა და მე მგონი რაღაცა 15 წუთზე თუ 10 წუთზე მეც ადამიანი ვერ ძლებს შიგნით. სრულ სიჩუმეში. წარმოიდგინე ექსპერიმენტი აქვს, რომ ვერა ვერ შედის ამდენ ხანში. აი ჯოჯოხეთზე რო ვლაპარაკობთ, მარტო სიჩუმე რო გქონდეს. ტანჯო არ გინდა, აი მარტო სიჩუმე იმ ოთახში დაჯექ. ცნობილი ოთახია სპეციალურად გაკეთებული რა. განწმენდილი ყველანაირი ხმისგან. დახშულ. და აი მარტო როცა არის ეს მარტო მყოფობა ნიშნავს აი დაშორებას სიკვდილი როდის შემოვიდა, როცა ადამიანმა ცოდვა ჩაიდინა. და ცოდვის ჩადენა არის დაშორება ღმრთისაგან. და სიკვდილის დროს უკიდურესად შორდები ღმერთს. აი უკიდურესად. და აი მაცხოვარიც რახან ადამიანი როგორც ადამიანმა სრულფასოვანმა უნდა გაიაროს ყველა ის ადამიანური პროცესი, რაც დაბადებას და ადამიანის სიკვდილის შემდეგ გადის, აქაც უკიდურესად დაშორდა სიკვდილის დროს შორდება ღმერთს. კიდე ამ დაშორებას ამბობს ერთის მხრივ. საღვთისმეტყველო აზრით რა, რომ სრულად ადამიანია. ადამიანში ხორცი თავისივე ხორცის ეშინია პრინციპში რა, ტკივილის ეშინია, ადამიანია რა. ადამიანია, გონებითაც ადამიანია. თვითონაც ხო იძახის ადამიანია. გეცემანიის ბაღში მეშინია, რა ტკივილის მეშინიაო, ხორცის მეშინიაო. კი, ეგ არის საღვთისმეტყველო აზრი. და მეორე აზრი არის ალუზიური. ეს არის სიტყვები, რომელიც 21 ფსალმონშია გადმოცემული დავით წინასწარმეტყველს 11 საუკუნით ადრე ვიდრე მაცხოვარი. და ეს არის მესიაზე ფსალმონი. ეხლა რო წაგიკითხავ ამ ფსალმონს, გაგიჟდები რა სიტყვებია შიგნით. ნუ გააკაცვებდები. 11 საუკუნით ადრე რას ლაპარაკობს დავით მეფსალმონი. ამით ახსენებს ვინ არის თვითონ ჯვარცმული მაცხოვარი
ფარისევლებს და რატო? იმიტომ რომ იმათ ფსალმონები ზეპირათიცია. ფსალმონი იყო, არ ვიცი, ჩვენ მეხსიერებაში ვინაიდან ბევრი რაღაცეები გვაქვს, მეხსიერება კლებულობს, როცა ბევრია წიგნი, რაღაც კომპიუტერი არის კიდევ უფრო მეტად იკლებს მეხსიერება, ხო? ტექსტების მხრივ. და წინათ ყველაფერი ზეპირმედეთ, აი მთელი მოსეს ხუთი წიგნეული ადამიანებმა ზეპირად იცოდნენ. შუა საუკუნეებში ვეფხისტყაოს ზეპირად იცოდნენ, ბიბლიაზე ის ახალი აღთქმა ზეპირად იცოდნენ და ასე შემდეგ. ეს ადვილი იყო იმ დროს. და ამ ხალხმა ზეპირად იცოდნენ. და ზუსტად ამ სიტყვებს ეონება, აი მე წაგიკითხავთ ახლა თქვენის ნებართვით. აი 21 ფსალმონი. ეს არის მესიაზე ფსალმონი. ნუ დავითი პირველ პირში როგორც მესია ისე ელაპარაკობს. ღმერთო ჩემო, მომხედენ მე, რაისათვის დამიტევე მე. იგივე სიტყვებს. ამას ამბობს რა. შორს არიან ცხოვრებისა ჩემისაგან სიტყვანი ბრალთა ჩემთან. აი ეს რაც ამაბრალეს, შორს არის ჩემგან. ღმერთო ჩემო, დღისის ხმა ყავს შენ და მინდა არა ისმინე ჩემი. აი უკიდურესად დაშორება. და ღამე არა იღვაწე ჩემთვის. და მე ლაპარაკობს, ნუ აი როგორ გაიზარდა და გადადის უკვე. ნახე რას ამბობს. რამე თუ გარე მომადგეს მე ძაღლებრ მრავალ და კრებულმან უკეთურმან გარე მომიცვა მე. განხრიტნეს ხელნი ჩემნი და ფერხნი ჩემნი. და აღრაცხეს ყოველი ძვალები ჩემი. აი ფეხები რო დაუმტრეს. ამას ხوار დაუმტრეს, აღრაცხეს. განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კვარცა ჩემსაზე და განიგდეს წილი. წარმოიდგინეთ 11 საუკუნით ადრე ამბობს რომ ხელებს გამიხრიტენ მესიას, ფეხებს გაუხრიტავენ, ძვას არ გადაუტეხავენ და სამოსელზე კვარზე განიგდებენ წილს ყრია. და ამას ახსენებს იმათ, როცა ელაპარაკება მაცხოვარი, რომ ვის ყლავთ. სწორედ ეს ფსალმონი რომ მესიაზე იყო, იმათმა ძალიან კარგად იცოდნენ. და უცებ ნათლად დაინახეს, რომ მესიას ყლავენ. მე ერთმა ჯარისკაცმა ასისტავმა ირწმუნა. ყოველივე შემხედვარმა მე მიწის ზრა ხდება, იქ რეცაბელი გაიყოფა, რაღაც საშინელი მზის დაბნელება ხდება, საშინელი. ხო რაღაც სტიქიური უბედურებები, ქარიშხალი ამოვარდება. მაგრამ ისინი ვინც გამყარებულები იყვნენ თავის სისაძაგლეში, მათზე არაფერმა არ იმოქმედა და ვისაც გული ქონდა გაღებული, სადაც შორის ამბობენ რომ ეს ლონგინოზია, რომელმაც განგმირა მაცხოვარი. იცი რა, რო შეემოწმებიათ მართლა მკვდარი იყო თუ არა, ფეხები რო არ გადაუნტრეს. ამა ერთმა ხედარ თაგმა ლახრით განაღო გვერდი მისი, ანუ შეარჩო ეს და სისხლი და წყალი და ამის შემხედვარი. სხვათაშორის ერთი გადმოცემით ეს ბრმა იყო ცალთვალში და სისხლი რომ მოხვდა, თვალი აეხილა რა. წარმოიდგინე იქ განკურნა. და ამის შემხედვარი ირწმუნებს. მე ხდება მოციქული, მიდის და გადაგებს და რა ვიცი, მთელი ერებს მოაქცევს. და აი ეს სიტყვებია რა, რომ დაანახოს ხალხს, რომ ის არის მესია. და საოცარი ფსალმონი გაახსენა ხალხს არა თავის სიტყვებით, არამედ ჯერ კიდევ 11 საუკუნით ადრე, ხო? მე ამბობს რომ წყურის და აძლევენ მას ძმარს და არ უნდა მისი დალევა, იმიტომ რომ ძმარს რატო აძლევდნენ ხოლმე, იცი რომ გონზე მოსულიყო, აი რაღაც და ერთ ნიშადური იყო ხოლმე. ხო რა, ძაფრი გემო რო ქონდა. მე ამბობს ძალიან მნიშვნელოვან სიტყვებს, რომ დაახსრულდა ეს. აი ყველაფერი, აი ნახე, დაიბადა, იმოღვაწევა, მოკლეს, ცემეს, სტანჯეს და ახსრულდა ყველაფერი. დაასრულდა. შეიკრა. და ბოლოში ამბობს, რომ ღმერთო ჩემო, მაბოდიში მამაოს ამბობს, შენ ხელს შევავედრებ ჩემს სულს. ხელთა შენთან შევავედრებ სულსა ჩემს. და ამით სრულდება და განუტევებს სულს.
მართაც საოცარი სიტყვებია, ხო, რომ წარმოვიდგინოთ ერთი წუთით, ამ ხელა შინაარსი აქვს თითოეულ მათგანზე, თითოეულ მათგანზე შეიძლება ძალიან ბევრი ისაუბრო და მოგეწონოს. სხვათა შორის ეხლა გამახსენდა აღსრულდა სვინი ძაღთა კიდე. არ ვიცი. ლენინი ხო მაგრი არ თქო რომ აღსრულდა ეს რევოლუცია რომ მოახდინა ხო პრინციპში. ხო. სვირშილას ხო. ხო. ანუ ეშმაკთან შედარება არის პრინციპში ხო ადამიანი რომელიც დღესაც არ არის დამარხული და არ ეღირს მიწას რაღაც სიმბოლურად ეგ არის რა ძალიან ხონურალა ვიცი ლენინი მართლა მძიმე მდგომარეობაში ალბათ სავარაუდოდ მაგრამ მაინც ისე არის სიდიადე აქვს სულ სხვა როცა შენ აი ამ დღეებს გადიხარ მაცხოვართან ერთად ეკლესიაში და ლოცულობ და ამას კიდევ ერთხელ განიცდი ამ ყველაფერს თან ქრისტიანული ხედვა ამ საიდუმლოებების არის არა გახსენება და რაღაცა მასზე ფიქრი არამედ პირდაპირ თანამონაწილეობა იმ პერიოდში როცა ეს აღესრულა ნებისმიერი მოვლენა რომელსაც ჩვენ ასე ვთქვათ წყალებში ვიხსენებთ ხო ან დღესასწაულობთ არის თანამონაწილეობა ამ დღესასწაულის არა ის იერუსალიმში შევიდა ბზობაზე 2000 წლის წინ არამედ ეხლა შედის აი ევხოლოგიონებში ლოცვათა წიგნებში საღვთისმსახუროში სულ ყოველთვის ესა შედის ეხლა იერუსალიმში მაცხოვარი ეხლა აღდგა ისა რა ქვია იუდა და უღალატა მას ეხლა მოიყვანეს და ჯვარს აცვეს მაგრამ სხვათა შორის ფრესკები აი მართლმადიდებლური ფრესკები აღორძინებამდელი ჩვენ დასავლეთშიც ესე იყო იმას თავის საღვთისმეტყველო აზრი აქვს როცა არ შეიძლებოდა დაგეხატა ადამიანი პროფილში ან ზურგით ნებისმიერი მონაწილე ვთქვათ ფრესკის დიდი სიუჟეტისა ვინც იყო ფიგურები ყველანი უნდა ყოფილიყო ან 3/4-ში ან ამფასში რომ რატო იმიტომ რომ შენ რო უყურებ არ იყოს შენზე დახურული ეს ყველაფერი შენ ხარ თანამონაწილე რა მისი და ესენი ყველანი შენს ირგვლივ არიან. მთელი ფრესკა შეხედე ნებისმიერ ფრესკას. ერთადერთი იუდას ხატავენ პროფილში. იმიტომ რომ იუდა გავიდა პირისაგან ღმრთისა და ამიტომ ხშირად პროფილში ხატავენ ხოლმე. ამ ფრესკაშიც პროფილშია მე მგონი. აქაც პროფილშია ხო. ხო. ეს პროფილი გასვლას ნიშნავს. ნუ შემდეგ აღორძინების ხანისღოზე ეს დაინგრა და ვთქვათ იქ არის ბიბლიური სიუჟეტი საღვთო თემაზე ხო ეს მხატვრული ფორმებია და აქ არის იკონოგრაფია არის საღვთისმეტყველო ენა ამეტყველებული კაცრი იკონოგრაფიული ესე იგი კანონებით რომ ზუსტად გადმოსცეს შინა თუ ზუსტად არ გადმოსცემ შინაარს მაშინ ის დარღვეულია იმის იკონოგრაფიული ნაწილი რა ამის და ამიტომაც თანამონაწილეობა აი ეს ბედნიერებაზე რო თქვი ხო აი პარასკევია წითელი პარასკევა ყველაფერი მაგრამ აი ეს ტრაგიზმი არ ახლავს ამას აი ტრაგიზმი არ ახლავს აი მაცხოვრის სიკვდილს შინაგანად რაღაცნაირი სიხარული გვაქვს იმიტომ რომ ტრაგიზმი იქნებოდა მაშინ როცა მისი საქმე ჩავარდებოდა თუ მისი იდეა ის იყო რომ უნდა მომკვდარიყო და ჯვარცმულიყო მაშინ ტრაგიზმი კი არა სასიხე იმიტომ ვცემთ თაყვანს ჩვენ ჯვარს რატომ ვცემთ თაყვანს იმიტომ რომ ამისთვის მოვიდა რომ ეს სიყვარული გვაჩვენოს და ამისთვის დაღვარა სისხლი რატო არ ვცემთ ელექტროსკამს თაყვანს იმიტომ რომ ამისთვის არ მოვიდა იმ ადამიანს სვავენ და ჯიან იმით ხო მაგრამ წმინდა გიორგის სასჯელიმებს ვცემთ თაყვანს რატო იმიტომ რომ სწორედ ამით მოხდა ეს გამოსყიდვა ამით მოხდა მისი სისხლის დაღვრა ამით მოხდა საღმრთო განდიდება და პირიქით ეს სასიხარულოა ამიტომაც არის ხოლმე ხშირად წმინდა გიორგის წამებას აღვნიშნავთ ჩვენ და დღესასწაულობთ ხო ცხოვრების დაკლა ლომისას ერთი ამბავ ამ დროს დაიჭირეს და იმაზე რა გოლზე ბორბალზე დააკლეს და დანებით დასერილზე ესე ატრიალებდნენ და სუფრო ღრმად შედიოდა ეს დანები ამას მე წევდნენ და დამედი ღრმად შედიოდა დანების იმეებს რა ქვია და ადამიანს რა ტკივილები ქონდა და
და ამას დღესაც საუბრობ. და გიხარია და ავიზი იმებს სიმღერებით ამკობდა ბედნიერი ხარ. ესეა რომ აი ეს არ არსებობს ქრისტიანობა სიხარულის გარეშე. არ არსებობს. აი ეს სინანულიც არის სიხარული, ცრემლი, სიხარულის ცრემლია. ეს ვიწყალობის ცრემლია. გიხარია, იმიტომ რომ გავიმარჯვეო, გიხაროდეს მე იმ სახარებაშიც არის, აი 12 სახარებაში. გიხაროდეს რამე თუ მე მიძლევი ეს სიკვდილზე. მე გავიმარჯვე. აი სიკვდილი ყველა საშნელია, რაღაც მიტოვებული. ამაზე გავიმარჯვე. და ერთ ადგილას მაცხოვარი ამბობს, სხვათაშორის წესს რო უგებთ ჩვენ მიცვალებულს, ამ სიტყვებს ვეუბნებით რა. ხშირად ამ წესის აგებას არავინ არ უსმენს ხოლმე. მაგრამ მე სხვათაშორის წესის აგების დროს ძალიან მიხარია ის სიტყვები, რომელსაც ვკითხულობ. იქ და რაღაც ბედნიერებას მანიჭებს. ხო და იქ ამბობს მაცხოვარი ესეთ სიტყვებს, რომელსაც წამდე მე და მომავლინებელი ჩემი სიკვდილი არ აიხილოს მან. არამედ გარდაიცვალონ სიკვდილისაგან სიცოცხლეთ. ანუ პირდაპირ სიცოცხლეში ერთი სიცოცხლე და მეორეში გადადიხ. ამ სიკვდილს აღარ განიცდის. პრინციპში ხო? პრინციპში ეს ორი სიტყვა. ხო ეს მიტოვებულობას რაღაც ფორმით ალბათ განიცდი, მაგრამ აი ეს მიტოვებულობა რომ ჯოჯოხეთში მიდიხარ, იმიტომ რომ ყველა ქრისტემდე ჯოჯოხეთში მიდიოდა, ეს აღარ აქვს. პირდაპირ სიცოცხლიდან სიცოცხლეში გადადიხარ. მოყოლ რომელსაც წამდე მე და ანუ ქრისტე აღსდგა პრინციპში ამ ორ სიტყვაში არის ყველაფერი რა. ეხლა რაზეც ვილაპარაკე. ქრისტე აღსდგა ნიშნავს მარტო იმედი ხო არა, ქრისტე აღდგაში ნიშნავს რომ ქრისტე არის ღმერთი. ის რომ განკაცდა ის და ის რომ მოკვდა ადამიანად მისი დაბადება ეს ყველაფერი ხო აქამდე უნდა მისულიყო აღდგომამდე ხო პავლე მოციქული ამბობს თუ ქრისტე არ აღდგაო გტრეთითო მაშინ ჩვენი რწმენაო ფუჭიავს ნახე რა ხდება იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ვთქვათ რაღაც ინტელექტუალები ასე ვთქვათ ხო ქრისტეს უყურებენ როგორც დიდ მორალისტს რომელიც რევოლუციონერს რაღაც გარდატეხა მოახდინა ყველანაირი წარმოდგენა ქრისტეს რაც არ უნდა დიდი წარმოდგენები იყოს და რაღაც შემამკობელი ადამიანისთვის ქრისტესთვის არის დამამცირებელი ხო ისტორიულ პიროვნებას უყურებენ რა პრინციპში და ნუ აი როგორც ერთ-ერთი ვთქვათ აი კი ბუდაზე უფრო დიდი ციცერონზე და სოკრატეზე უფრო დიდი კიდევ ვინ ვთქვათ ჰომეროზე უფრო დიდი ყველას ლეონარდოზე უფრო დიდი მაგრამ ნუ ღმერთზე თავს იკავებენ. არა და ყველაფერი დამამცირებელია, იმიტომ რომ აღარაფერი აღარ უნდა თქვა მასზე, როცა თუ არ ამბობ რომ ის არის ღმერთი. და თუ არ ამბობ რომ ის აღსდგა, თუ არ ამბობ რომ ის აღსდგა. არა, ხო, თუ არ ამბობ ის რომ ღმერთი აღსდგებოდა, აუცილებლად. რატომ? იმიტომ რომ მაგაშია მთელი სიდიადე, რომ ის კვდება და აღსდგება მკვდრეთით. და იმიტომ მოკლეს, რომ ამბობდა რომ ღმერთი ვარ. მხოლოდ მაგიტომ მოკლეს. არა იმიტომ რომ რაღაცა განთავისუფლება უნდა და რევოლუციონერი არაფერი ღმერთია და ამიტომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ეს ყოველთვის იმიტომ რომ გვავიწყდება რომ ქრისტე არის ღმერთი და რომ რაიცა ითხოვოთ სახელითა ჩემითა ყოველივე ყოს მამამ რაიცა ითხოვოთ სახელითა ჩემითა დიდი მადლობა მოკლედ ცოტა გადაგვისთა დროს ძალიან დიდი მადლობა მამა ალექსანდრე პრინციპში ქართველებისთვის, საქართველოსთვის განსაკუთრებული ამბავი არის. ეს ეხლა მთელ ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, რა თქმა უნდა, ეხლა აღარ დავიწყებ ისტორიულ წიაღსვლებს, მაგრამ ერთი პატარა მომენტი მინდა გავიხსენოთ, რომ ძალიან მიყვარს გიორგი შენგელაიას ფილმი ფიროსმანი რა და ფიროსმანის ბოლო მომენტი რა დროს ზუსტად აღდგომაზე ხდება ხო გახსოვთ მაგარი სიტყვებია მაგარი მიგნება აქვს გიორგი შენგელაია რა დროს სიკვდილია ნიკალა ქრისტე აღდგა ხი ბატონო და რა დროს კვდებიო მე დროგერო მივა ხო რა ხო რა ერქვა აღარ მახსოვს ის მე დროგეს რა დროს სიკვდილია ნიკალა ქრისტე აღდგა მაგარია ძალიან მაგარი და თან აი აღდგომაზე რო ხდება ეს ყველაფერი და თან რო მართლა აღდგომაზე ხო თან რო შესაძლოა ჩემ ტაძარში მიხაილოვის საავადმყოფოში მოკვდა და ჩემ ტაძარში აუგეს მიქაელ მთავარანგელოს ტაძარში აუგეს ეს
ხო და ეს არის რა ვიცი ესე უყვართ საქართველოში ქართველებში და საერთოდ ამ ქვეყანაში ქრისტე და ქრისტიანობა და განსაკუთრებით აღდგომა და თვითონ ფიროსმანის შემოქმედებაში რამხელა რამ ადგილი უჭირავს აღდგომის თემას და თვითონ ეს ბატკნები ხო და მაგას გეუბნები ეგ არის აღდგომის პასკები ქრისტეს აღმდგარი ქრისტეს აყავს და ხატული ნუ კატასტროფული რაოდენობა აქვს იმდენი არაფერი არ აქვს და ხატული რაც აღდგომის და რელიგიურ ნაწილში არ ჩობა აქვს დახატული არაფერი აქვს სულ აღდგომა ბატკანი ეს ღვინო წითელი კვერცხები სანთლები პასკა ორნაერი ეს რუსულ პასკას ხაჭოს პასკას რო ეძახიან რუსული ზემოთ ჯვრებით პასკები ნუ აი გადასარევე ფიროსმანი რო გაიხსენენ ნამდვილად კარგი მოკლედ დიდი მადლობა ერთ რაღაცასაც ვიტყვი რა ეხლა გამახსენდა მინდოდა მეთქვა რომ გუშინ რაღაცას ვნახე ვიდეო სადაც ვიღაცა ამერიკელია რომელიც ამერიკაში დადის და ეკითხება ადამიანს გწამს თუ არა ქრისტესი რა იესოს და ეს ორ კატეგორიად ვისაც წამს და ვისაც არ წამს ორ კატეგორიად და არაფერი შეკრიბა ამან უბრალოდ ვიზუალური მასალა ხე როგორ ამდენად სამართლიანად იყო ეს ჩატარებული არ ვიცი მაგრამ ნუ შეკრებილია შეფასების გარეშე და ნახე ეს ორივე რა საკმაოდ დიდი 10-15 წუთი რაც ძალიან პატარა ძალიან ბევრი ადამიანს ეკითხება რა და დავინახე ერთი რამე რამაც ძალიან გამახარა და ამავე დროს დამამწუხრა იმით რომ ანუ ერთი რამე ადამიანები ამბობენ არა უარს ამბობენ არა რა ქრისტე და მეორე ამბობენ კი როგორ არ მწამს და ადამიანები რომლებიც ამბობენ რომ არ წავს და იცილებენ დამანებენ თავი ძალიან უხეშები არიან რაღაცა ბრაზდებიან ღიზიანდებიან ამ სიტყვებზე და ადამიანებს რომელსაც ეკითხება რომლებიც თანხმობას იცი რა მხელა სიხარულია რო ამბობენ რომ როგორ არა მწამს ჩიზეს ჩვენი ღმერთია იცი რა ბედნიერები არიან და უბრალოდ მიდის და უწევს დევბილებ ჩიზეს და of course და უხარია რა და შემოკრას და რაღაცნაირი ისეთი კონტრასტი იყო ეს რომ რაღაც ურწმუნო რაღაცა ცუდი კაცი კი არა და უხარია კიდევაც ცხოვრება რაღაც მაგრამ გაღიზიანებულია ქრისტეს სახელზე და აქ ქრისტეს სახელი ქრის სიხარულს აღმდგარი ქრისტეს სახელია ხო ისე ქრისტე ხო არ არსებობს რა აღმდგარი ქრისტეა დიდი მადლობა მოკლედ ეს არის საქართველოს ზუსტად ეს სიყვარული არის მაცხოვრის მიმართ და ესე მოდის საუკუნეების განმავლობაში და ეს არის ბედნიერება ეს არის ყველაზე დიდი ფასეულობა რაც გააჩნია ამ ქვეყანას და არ არსებობს კიდე რა თქმა უნდა რომ ის გაბოროტებული ადამიანებიც ღმერთმა მოიყვანოს იმ ჭკუაზე და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ფიროსმანის შემთხვევით არ მიხსენებია და მისი დაკარგული საფლავით ალბათ შემთხვევითი არ არის იმიტომ რომ მე მგონია რომ ზუსტად ფიროსმანის საფლავის დაკარგული უნდა იყოს რა ესე მგონია და ღმერთ ქრისტე აღდგა კიდევ ერთხელ გისურვებთ ყველას ბედნიერებას და დღეს წითელი პარასკევია დღეს წითელი პარასკევია კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს როგორც მამა ალექსანდრემ თქვა იმიტომ რომ ეს ყველაფერი ბედნიერების სიხარულის მომგვრელია ყველა ჩვენთაგანში იმიტომ რომ ძალიან დიდი ამ ყველაფრის ფონზე რაც დღეს სოფლიოში ხდება და ჩვენ ქვეყანაში ხდება ყველაზე დიდი იმედია ყველაფერი ფუჭია გარდა ერთისა რომ ქრისტე აღდგა დიდი მადლობა ყურადღებისთვის ჯვარცმული მაცხოვარი ხო და აღდგომა არის გარდაუვალი როცა არის ჯვარცმული მაცხოვარი აღდგომა გარდაუვალია და ეს სიხარული გვაძლევს ეს ამბავი გვაძლევს სიხარულს კარგი დიდი მადლობა კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს სანქციების დაწესება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის, ასევე ზელენსკის კიევის რეჟიმის გარემოცვის მეთაურის წინააღმდეგ, განაცხადა სახალხო დეპუტატმა ჟელეზნიაკმა. უკრაინულ ხელისუფლებაზე ზეწოლის ერთ-ერთი მეთოდი სანქციების ჩამონათვალია. ორი სია არსებობს. პირველში არის 17 ადამიანი, კერძოდ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი,
პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე სერგეი შეფირი, ერმაკის კინოპროდიუსერი და ბიზნეს პარტნიორი არტიო გულიბაევი და ტიმურ მინდიჩი. ასევე არიან თავად ზელენსკის საკმაოდ ახლობელი ადამიანები და ბიზნეს პარტნიორები. ბოლო ორს ტრადიციულად უწოდებენ პრეზიდენტის ოფისის საფულეებს. ისინი სამშენებლო დარგებს და ენერგეტიკას აკონტროლებენ. მეორე სია მნიშვნელოვნად დიდია და მასში 279 ადამიანი შედის. საინტერესოა, რომ არც ერთ სიაში არ არის ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე დავით არახამია, ამიტომ არსებობს ეჭვი, რომ ის შესაძლოა დაკავშირებული იყოს ამ სიების შედგენასთან. ასევე ეჭქვეშაა ოპოზიციის ლიდერი ევროპული სოლიდარობიდან პეტრო პოროშენკო, რომ თითქოს სწორედ მას შეეძლო ეკარნახა ამერიკელებისთვის ზეწოლის ასეთი ინსტრუმენტი მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ მის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აღარ იქნება გულუბრყვილო, ახლა ის სხვებივით უკრაინაზე შემოსავალს გააკეთებს. ესე ძალიან გარკვევით უნდა ითქვას, ჩვენ დავეხმარებით უკრაინას. პოლონეთი სოლიდარულია, ჩვენ ვართ სოლიდარობის სიმბოლო, მაგრამ აღარასოდეს გავაკეთებთ ამას გულუბრყვილოდ. აღარ მოხდება ისე, რომ პოლონეთი იქნება სოლიდარული, ხოლო სხვები ფულს იშოვიან, მაგალითად უკრაინის აღდგენაზე. ჩვენ ვიქნებით სოლიდარულები და იმავდროულად ფულსაც გავაკეთებთ. ჩვენ მკაცრად დავიცავთ ჩვენს ინტერესებს და პოლონური კომპანიების ინტერესებს, თქვა ტუსკმა. ბლუმბერგის ცნობით, ამერიკის სავაჭრო ომების გამო დოლარის ვარდნის კურსის ფონზე რუბლი ლიდერი გახდა. ბლუმბერგის მიერ შეგროვებული მონაცემების თანახმად, რუსული რუბლი გახდა ყველაზე სწრაფად მზარდი ვალუტა მსოფლიოში. მიმდინარე წელს მანაჩვენა საუკეთესო შედეგები დოლართან მიმართებით და ოქროსაც კი გაუსწრო. წლის დასაწყისიდან რუბლი გამყარდა 38%-ით არასაბირჟო ბაზარზე. ვიდრე ტრამპის მიერ გაჩაღებული სავაჭრო ომების ესკალაციის ფონზე, ამერიკული ვალუტა პოზიციებს კარგავს, რუბლის კურსი გამყარებულია ზოგიერთი შიდა ფაქტორების წყალობით, მათ შორის რეკორდულად მაღალი საპროცენტო განაკვეთებით რუსეთში. ბლუმბერგის ანალიტიკოსების აზრით, წლის დასაწყისიდან რუბლი მყარდება 3 ძირითადი ფაქტორის წყალობით. პირველი ესაა პუტინის და ტრამპ შორის ურთიერთობის დათმობა, რამაც გაამყარა ნდობა რუსული ბაზრის მიმართ და შეამცირა მოთხოვნა მყარ ვალუტაზე. მეორე ფაქტია ხისტი საფინანსო საკრედიტო პოლიტიკა, რომელმაც შეამცირა კორპორატიული და სამომხმარებლო მოთხოვნა იმპორტზე და გაზარდა ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდება. და მესამე ფაქტორია ის, რომ მთავრობა ნაციონალური კეთილდღეობის ფონდის სახსრებს იყენებს ნავთობზე ფასების ვარდნის შედეგების შესარბილებლად. ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ რუბლის გამყარება უახლოეს პერსპექტივაში შენარჩუნდება. მიმდინარე მომენტში არ არსებობს ცხადი ფაქტორები, რამაც შეიძლება კურსი შეასუსტოს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საკვანძო განაკვეთის შემცირება მომდევნო კვარტალში აღარ იგეგმება. დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლის ტრასი ზაფხულში საკუთარი სოციქსელის პროექტს წარადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გარდიანი ავრცელებს თავად ტრასის სიტყვებზე დაყრდნობით. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ მის სოციქსელში ცენზურა არ იქნება და პლატფორმა ყველას მისცემს საშუალებას თავისუფლად განიხილონ ისეთი მწვავე საკითხები, რომლებზეც ხშირად არავინ იმჩნევს ან რომლებსაც ტრადიციულად მედიაში ამახინჯებენ. მანამდე პოლიტიკოსი დიდ ბრიტანეთში რადიკალური ცვლილებებისკენ მოუწოდებდა და აკრიტიკებდა ბიუროკრატიულ ელიტებს და ბრიტანულ დიდ სპეისებს, რომელიც მისი თქმით მიზანმიმართულად უშლიდა ხელს მის მუშაობას პრემიერ-მინისტრის პოსტზე და არ აძლევდა საშუალებას განახორციელებინა ჩაფიქრებული რეფორმები. თეთრი სახლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მართვის დირექტორმა მაიკ პრაციოსმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს დროით და სივრცით მანიპულირების შესაძლებლობა აქვს. ჩვენი ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევენ დროით და სივრცით მანიპულირება მოვახდინოთ. ისინი აქრობენ მანძილებს, ხელს უწყობენ ზრდას და ზრდიან პროდუქტიულობას. მანამდე ტრამპი ამტკიცებდა, რომ არავინ იცის, რომ შეერთებულ შტატებს აქვს ყველაზე მძლავრი იარაღი. უმსხვილესმა საერთაშორისო სტატისტიკურმა ონლაინ პლატფორმამ გამოაქვეყნა მონაცემები კურსკის ოლქში აღმოჩენილი უცხოელი დაქირავებული მებრძოლების რაოდენობის შესახებ. დაღუპული რუსოფობების სიაში პირველ ადგილზე პოლონელები არიან 1963 ადამიანი, მეორე ადგილზე საქართველოს მოქალაქეები, დაღუპულია 1220, მესამეზე კი კოლუმბიელები 917 ადამიანი.
გარდა ამისა, აღმოჩენილია 208 დაღუპული ფრანგი, 197 გერმანელი, 156 ბრიტანელი, 89 ამერიკელი, 17 ავსტრიელი და 4 იაპონელი. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს მოსკოვში გამართულ აღლუმში, რადგან დიდ სამეულში ომში გამარჯვება სომეხი ხალხის გამარჯვებაცაა, განაცხადა სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა.